დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხიო თქვენ უყურებთ გადაცემას. პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ იცით ახლა რა უნდა ვთქვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მახსოვდეს მე რომ თქვენ ეს კარგად იცით. იცით იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით. იცით იმიტომ რომ თქვენც ჩვენთან ერთად ადამიანზე ფიქრობთ და ფიქრობთ ჩვენ ყველანი ერთად იმაზე, რაც ყველაზე ძვირფასია ნებისმიერ საზოგადოებაში. ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის სიცოცხლე მისი განვითარების ყველა ეტაპს. განსაკუთრებული სინაზე და სიყვარული გვაქვს ყოველთვის მაშინ თემაში ჩაქსოვილი, სიტყვებში ნათქვამი, სიტყვებად ნათქვამი, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ და ასეთ შემთხვევაში არავის უკვირს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენს შვილებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საჭიროებო საკითხს ვეხებით ხოლმე. არის თუ არა დღესასწაული ბავშვებისთვის განსაკუთრებული ფაზა, მე ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც სჭირდება. უფრო მეტიც მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოგონებათ რომელიმე დღესასწაული არ ამოუტიტდება თავში. და ეს სრულიად ბუნებრივია მძაფრი შეგრძნებების, შთაბეჭდილებების ერთობლიობის სახით და ძალიან ხშირად კონკრეტული ასოციაციების სახით. არის თუ არა ამ პროცესთან თანმხლები სიხარული, მე ვფიქრობ ეს კითხვას არ ბადებს და დღევანდელი ჩვენი საუბარი სტუმართან ერთად ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. მაგრამ შეიძლება თუ არა სადღესასწაულო დღეებში საყურადღებო იყოს ისეთი განცდა, როგორიც არის ბავშვის შიში, ჩვენ ვცადეთ კონკრეტული გამოკითხვითაც კი შეგვეფასებინა და მინდა რომ ერთად შევავლოთ თვალი რა აჩვენა ჩვენმა გამოკითხვამ სოციალურ მედიაში, უпростоრად სოციალურ ქსელში. სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვა ჩვენ ძალიან გვეხმარება მივხვდეთ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ და კითხვა რომელიც დავსვით ძალიან ბუნებრივი და დღესასწაულთან ასოცირებულია. თქვენ თავად დარწმუნდებით კიდევ ერთხელ თუ შეავლეთ ამ კითხვას თვალ. როგორ ფიქრობთ ბავშვებს ყველაზე მეტად რა აშინებთ სადღესასწაულო დღეებში. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს სროლის და აფეთქების ხმა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ხალხმრავლობა, შეიძლება ორივე ფაქტორი იყოს, ერთი კონკრეტული ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და იცის თუ არა ამის შესახებ საზოგადოების ნაწილმა, ესეც საინტერესო იყო. და გამოკითხვის შედეგები ჩანს დიაგრამაზე, სადაც ძალიან მკაფიოდ არის 94% გამოყოფილი იმ ადამიანებისა, რომელთაც იციან ამ კითხვაზე პასუხი. მხოლოდ 6%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი და მიაქციოთ ყურადღება. 44% თვლის, რომ ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვების შიშზე ვსაუბრობთ. 19% თვლის, რომ ბავშვებისთვის შემაშინებელი შეიძლება იყოს ხალხმრავლობა. 31% თვლის, რომ სროლის და აფეთქების ხმა ბავშვებს აშინებთ. სინამდვილეში ეს არის უბრალოდ გამოკითხვა, თუ ეს არის ანარეკლი ბავშვის თავის ტვინზე, ამაზე ვისაუბრებ დღეს ჩვენს გადაცემაში, სულ რამდენიმე წუთში ხანმოკლე ტიხრის შემდეგ. დღესასწაული და განსაკუთრებული განწყობა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უყვარს და სიამოვნებს ამ ემოციებთან თანაზიარობა, თუმცა და ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი თარიღი, რომელიც ზეიმს გულისხმობს, გამორჩეულად უყვართ პატარებს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ამას და ყოველთვის ვცდილობთ ვისაუბროთ ამოვლენის ისეთ წახნაგებზე, რომელზედაც შეიძლება უფროსები არ ვფიქრობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ოჯახებში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დღესასწაული ყველა თაობის ადამიანს აერთიანებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვების განცდები და ბავშვების ჯანმრთელობა არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სიხარულსა და შიშზე, რომელიც შეიძლება საყურადღებო იყოს სადღესასწაულო დღეებში და რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას ბავშვის თავის ტვინზე. თუ რატომ, ამას გავარკვევთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. თამარ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. როდესაც ჩვენ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ჩვენ საუბრობთ ბავშვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, მშობლების და უფროსების გასაგონად. ჩვენი ამოცანა ეს არის, რომ ბავშვების საჭიროებები
მოგვარდეს და გადავჭრათ ეს ამოცანები სწორედ მშობლების, ოჯახების ჩართულობით. და როდესაც დღეს ჩვენ გადავწყვეტეთ ამ თემაზე საუბარი, ის რომ სიხარული უკავშირდება ახალ წელს, ვფიქრობ ეს არავისთვის გასაკვირი არ არის. მაგრამ რატომ გადავწყვეტეთ შიშიც დაგვეკავშირებინა, ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი. თუმცა მანამდე ჩვენ მოვემზადეთ და მომზადებულები დაგვხდით, რას გულისხმობ? ჩვენ ვცადეთ და გამოვკითხეთ სოციალურ ქსელში ჩვენი მომხმარებლები, ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და ძალიან საინტერესო იყო ამ გამოკითხვის შედეგები. შეგიძლია შეავლოკიდეთ, როგორ ფიქრობთ, ბავშვებს ყველაზე მეტად რა აშინებთ სადღესასწაულო დღეებში? და სრულიად ლოგიკურია ის კითხვები, რომელიც ჩვენ დავსვით. აფეთქებების და სროლის ხმა, როდესაც ხალხმრავლობა, შეიძლება ორივე იყოს. და გამოკითხვა მაჩვენა, მე გადაცემის შესავალში ეს უკვე ვახსენე, გამოკითხვა არის საინტერესო, იმიტომ რომ მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ არ ვიცი რა აშინებთ პატარებს. თუმცა უმრავლესობა 94%-მა პრაქტიკულად მიუთითა, რომ ბავშვებს რაღაც აშინებთ. ერთ შემთხვევაში სროლის ხმა, მეორე შემთხვევაში ხალხმრავლობა, გარკვეულ რაოდენობაში ბავშვებისა ორივე შეიძლება იყოს საგულისხმო, თუმცა მთავარია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჩვენ ჯერ არცად გამოკითხვაში არ გქონია, რომ 94% თვლიდეს რაღაცას ცალსახად ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საზოგადოებისათვის სრულიად ლოგიკურად გასაგები და დასაშვებია, რომ ბავშვები შევაშინოთ საახალწლოდ. მით უფრო რომ ორივე ამ შემთხვევაში ხალხმრავლობა იქნება თუ აფეთქება, უფროსებს გარკვეული წილი გვაქვს. მოდით რამდენიმე სიტყვით ვთქვათ სიხარულზე, რომელიც ახალწელს ახლავს, რომელიც ბავშვებს წაადგებათ. რას აკეთებს სიხარული ბავშვების შემთხვევაში, მათ თავის ტვინში რა ხდება სიხარულის დროს? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან აქტუალური თემაა. თითქოს ფარულად სულ საუბრობთ ამაზე, მაგრამ მეტი კონკრეტიკა რა თქმა უნდა გვჭირდება ხოლმე. რა თქმა უნდა, პოზიტიური ნოტით დავიწყოთ, იმიტომ რომ мотиваცია ყველა დღესასწაულის არის სწორედ პოზიტიური განწყობა და თუ ჩვენ დავაწესეთ დღესასწაულები და თუ ჩვენ მას განმეორებით აღვნიშნოთ, мотиваცია არის სწორედ სიხარული. ნამდვილად ესეთ კარგ რამეებს აკეთებს, ასე ვთქვათ, სიხარული და სწორედ ამიტომაც გვინდება გამეორება. ესეთი ფიზიოლოგიის დონეზე თავის ტვინში ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ შეგვიძლია ვახსენოთ ესეც, რომ თავისი ადგილი აქვს ემოციების აღძვრას და განვითარებას, თუმცა ეს არ არის ერთი კონკრეტული ადგილი. ჩვენ გვაქვს ლიმბური სისტემა, რომელიც არის ცენტრალური ოფისი, ასე ვთქვათ, ცენტრალური პასუხისმგებელი, თუმცა ის ძალიან მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა უბნებთან და სწორედ ემოციური ინტელექტის განვითარება ნულიდან ზრდასრულობამდე სწორედ აი ამ ლიმბური სისტემის ერთის მხრივ თვითონ დახვეწის და მეორეს მხრივ ეფექტური კავშირების დამყარებას ემსახურება სხვადასხვა უბნებთან. ეს იქნება შუბლისწილი, ეს იქნება მხედველობის ცენტრები, ეს იქნება სმენის ცენტრები თუ ასე შემდეგ. და ფიზიოლოგიურად ეს უკვე ბევრისთვის ნაცნობ ტერმინებია. ჩვენ ვიცით, რომ ბედნიერების ჰორმონი, მაგალითად სეროტონინი, კმაყოფილების ჰორმონი, მაგალითად დოფამინი, რომლებიც ორივე ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ განვიცადოთ სიხარული, განვიცადოთ კმაყოფილება, ეს გადავიდეს ბედნიერებაში და ასე შემდეგ. და ერთი ფაქტორი კიდე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ნებისმიერ ემოციასთან მიმართებაში, ლიმბური სისტემა არის ასევე, ასე ვთქვათ, ცენტრალური და ღერძული ორგანომეხსიერების განვითარებაში. შესაბამისად, ემოცია და მეხსიერება უკიდურესად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ამას შეიძლება პროფესიული განათლებაც არ ჭირდებოდეს. ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო მაღალია და მძაფრია ემოცია, მით უფრო წარუშლელია შთაბეჭდილება. მით უფრო კარგად ვიმახსოვრებთ იმ ფაქტორს. და აქ აღმოჩნდა ორმაგი ბმა. ერთის მხრივ გადაჭარბებულად სასიხარულო, გადაჭარბებულად დადებითმა ემოციამ შეიძლება შექმნას ძალიან მყარი მეხსიერებაში, ისევე როგორც გადაჭარბებულად ნეგატიურმა ემოციამ შექმნას ასევე წარუშლელი კვალი.
პირველ რიგში დღესასწაულის განცდა, ეს არის სეროტონინი, ეს არის დოფამინი, ხო, ეს არის ბედნიერების და სიხარულის განცდა. ამ შემთხვევაში мотиваცია არის თვითონ ლამაზად გაფორმებული გარემო, ხო, ბრჭყვიალა გარემო, ეს არის საჩუქრები, ეს არის პოზიტიური მოლოდინი, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობები, შეცვლილი რეჟიმი თუნდაც გაკვეთილების მომზადების ამოცანის არ ქონა. ტაიმაუტი აკადემიური აქტივობებისგან ეს უკვე სასკოლო ასაკში, ხო? მაგრამ აჩვენა, რომ სეროტონინიც და დოფამინიც საკმაოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარებაზე. კარგად ესე იფურჩქნება, ასე ვთქვათ, აი ეს კავშირები, ეს სენსორული კავშირები ლიმბურ სისტემას და დანარჩენ ნაწილებს შორის პოზიტიურად ვითარდება ბავშვის ტვინი, კმაყოფილებით, ანუ კარგ გამოცდილებას და კარგ შთაბეჭდილებებს უტოვებს, ასე ვთქვათ, მას და ის კარგად ახსენდება, ხო, კმაყოფილებს. ის ვეგეტატიური ცვლილებებიც კი, რომელიც არის გულის აჩქარება, სუნთქვის გახშირება რაღაც შემთხვევაში, ყველა ვარიანტი ითვლება, რომ ეს არის პოზიტიური ცვლილებები ბავშვის და რაც მეტი იქნება, რა თქმა უნდა, მასზე შეზღუდვა არ არის. ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადატვირთვა და ამ გადატვირთვასაც ვუდგებით იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ვთქვით, დოფამინი მაგალითად კმაყოფილებასთან ერთად არის აი დამოკიდებულების გამსაწყვრელი, კიდევ მინდა მდგომარეობა, ამიტომ სრულიად ლოგიკურია და ბუნებრივია ხოლმე ეს რჩევა, რომ ვეცადოთ, რომ ნელ-ნელა გაუმძაფროთ ბავშვებს ამ სიხარულის, ასე ვთქვათ, ობიექტი, არ იყოს ერთბაშად ყველაფერი არა, ნელ-ნელა დოზირებულად, მაგრამ ნელ-ნელა გავზარდოთ მოლოდინი, ვინაიდან უნებურად არ შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინი, იმიტომ რომ მერე გაგვიჭირდება ამ მოლოდინის გამართლება, ასე ვთქვათ, მომავალში. მაგრამ პოზიტივი, რა თქმა უნდა, უპირობოდ არის პოზიტიური გავლენა. ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამედროვე ტვინის შემსწავლელ მეცნიერთა ნაშრომებში მთავარი დასკვნები, რომელიც უკავშირდება დადებითი ემოციებით ამა თუ იმ პროცესის განმტკიცებას. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ეს თქვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესია და ეს თქვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ამას ვითვალისწინებთ ყველა დარგის მედიკოსები, იმიტომ რომ პოზიტიური, ანუ სასიკეთო განცდით, სასიხარულო განცდით რაღაცის განმტკიცება აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი თვითკვებაში, ამაზე არის მთლიანად დამყარებული ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის წახნაგი, რომელიც უკავშირდება შიშს. როდესაც ჩვენ ვახსენეთ, რომ გამოკითხვის დროს სწორედ შიშის შესახებ შევეკითხეთ საზოგადოებას, ეს არ იყო შემთხვევითი არჩევანი. შიში ყოველთვის არის ხოლმე ყურადღების მიღმა და ჩვენ არც კი გვახსენდება, როდესაც ბავშვი მხიარულობს, ბავშვი როდესაც ყირაზე გადადის, ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ოჯახში, რომ ყირაზე გადადის, რა აშინებს, რა ტკივა, ამას არაფერიც არ ტკივა. არა და მედიკოსებმა ვიცით, რომ შეიძლება ყირაზე გადადიოდეს ბავშვი, მაგრამ რაღაც ტკიოდეს. და შეიძლება ბავშვს ეშინოდეს და პირიქით იყოს აჟიტირებული შიშის ფონზე. რა აშინებთ პატარებს, სადღესასწაულოდ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ შიში რა გავლენას ახდენს განსაკუთრებით ასეთ დღეებში თავის ტვინზე და რატომ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ მიუხედავად დღესასწაულისა ის ფაქტი, რომ ჩვენს პატარებს შეიძლება ეშინოდეთ ზეიმის მიუხედავად და რომ ეს შიში უკვალოდ არ ჩაივლის და რომ აირეკლება მათ თავის ტვინზე. თუ ნამდვილად ეს ასეა. კი ბატონო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორც ყველა მედალს ამ დღესასწაულებსაც აქვს თავისი მეორე მხარე და ასაკი, აქ უკვე უფრო მეტად შემოდის ასაკის ფენომენი, რა ასაკის არის მაგალითად ბავშვი და უკვე რა გამოცდილება აქვს, ანუ დღესასწაულამდე მისი გარემო რამდენად დატვირთულია, რამდენად უფრო პოზიტიურია, უფრო მშვიდია, უფრო თანმიმდევრულია მისი გარემო, თუ ისედაც ცოტა ცვალებადი, არასტაბილური გარემოდან არის ეს ბავშვი, რომელიც კიდე მოხდა აი ამ დღესასწაულის მაგალითად ჟრიამულში და ორომტრიალში. ჩვენ სიხარულის დროსაც ვახსენეთ, რომ ზედმეტი არასოდეს არაფერი არ ვარგა და გადაჭარბებამ ყოველთვის შეიძლება უკურიაქცია მოგვცეს, ხო? თუნდაც იმ სიხარულის გადაჭარბებული სიხარულის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შიშს, ნახეთ, აქ უფრო მეტად უნდა შევიდეთ ალბათ ასაკობრივ ჭრილში. ვინაიდან აი სწორედ ის ლიმბური სისტემა, რომელიც ადრეული ასაკიდან იწყებს განვითარებას, მაგრამ პირველი წლის მანძილზე ძალიან ისეთია არადიფერენცირებული, ასე ვთქვათ. ამიტომ პისიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ბავშვის შეშინება, დაფრთხობა კი ადვილია, მაგრამ ეს უფრო ისეთია, აი დობას ვაყალიბებთ და მას საკმარისია ესეთი ემოციური თავშესაფარი ქონდეს პოზიტიური მიჯაჭვულობის სახით, მაგალითად დედაზე, რომ უფრო ადვილად შეიძლება
შეიძლება ავარიდოთ, აისხლიტოს, უფრო ადვილად შეიძლება რომ გავარიდოთ, ასე ვთქვათ, ბავშვი ასეთ ქცევას, ან უბრალოდ დედასთან ჩახუტება უკვე საკმარისი იყოს, რომ გარკვეული ემოციები ჩახსნას და უბრალოდ არ მიიღოს ეს ემოციები. მაგრამ აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედის ემოციები, იმიტომ რომ ბავშვი აირეკლავს თავიდან ბოლომდე ყველაფერს. აი 1-დან 3 წლამდე უკვე და განსაკუთრებით რაც უფრო მიახლოებულია 3 წლამდე, ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად დასკვნების გაკეთებას, უკვე ემზადება მე თვითონ მდგომარეობისთვის და სწორედ რისკები შემოდის სად? ის რომ ერთის მხრივ დიდწილად ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ რას გრძნობთ, როგორ გრძნობთ, რა ემოციას გადავცემთ მას, რა ემოციას ვასხივებთ, რომ მან აირეკლოს. თუმცა ნელ-ნელა იწყებს დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთებას, მაგრამ რისკი სწორედ აქ არის. თუ მას ინტერესმა გაუსწრო წინ, შეიძლება საფრთხე ბოლომდე ვერ შეაფასოს, იმიტომ რომ ინტერესმა აჯობა მაგალითად გამისხლტეს ხელიდან, ვერ გააცნობიეროს, რომ აღმოჩნდა სრულად უცხო გარემოში და აი თუ ეს უცხო გარემო არის მოულოდნელობებით სავსე, არის მაქსიმალურად უცხო ადამიანებით დატვირთული, უკვე შეიძლება ძალიან მძაფრი ენერგიის წამოვიდეს, იმიტომ რომ ეს ემოციაზე პასუხისმგებელი ლიმბური სისტემა და ამიგდალა განსაკუთრებით იწყებს მას რა ქვია მუშაობას, ძალიან იმპულსური პასუხი აქვს და აი ეს პირდაპირი მნიშვნელობით შიში, ანუ დღესასწაული ბრჭყვიალა, ძალიან ლამაზი გარემო, ძალიან მოსაწონი გარემო უცებ გახდეს აი მონსტრთან გათანაბრებული, იმიტომ რომ უკვე არ არის არავინ დაუშვათ ნაცნობი გარშემო და გადაიტვირთა აი ამ ემოციებით. იყოს ადრენალინის ამოფრქვევა, ასე ვთქვათ, ამ პერიოდში და ბავშვის ემოცია იმ მთლიანად რადიკალურად შეიცვალოს. ანუ რაც უფრო პატარაა ბავშვი, უცებ მოხდეს გადართვა. ძალიან გამხიარული მდგომარეობიდან რადიკალურად დამფრთხალი, განადგურებული, აი შიშით თავზარდაცემული ბავშვი და ეს ხშირად გვინახია ხოლმე, რომ აი უცებ ვეღარ მოიხედა, ვერ დაინახა ვერავინ და ყველაფერმა აზრი დაკარგა, უკვე იწყება რაღაცა სასწაული პანიკური შეტევა, მაგალითად ამაში. ზუსტად ამაში გვიშლის ხელს ეს მოულოდნელი ხმაური და ეს სრულიად ლოგიკური იყო, რაც შედეგები დადგა. ხალხმრავლობა და ხმაური. ხალხმრავლობა და იმიტომ რომ ხალხმრავლობა ხელს მიშლის წვდომაში და შეიძლება ბარიერი იყოს აი ამ ოჯახის წევრთან წვდომაში და ხმაური, რომელიც არის თავზარდამცემი, გრუხუნი, გრიალი, რომელზეც ჩემს ლიმბურ სისტემას აქვს ძალიან განზოგადებული რეაქცია, რომ ეს უნდა იყოს, ანუ ნაკლებად არის დაუშვათ ეს სასიამოვნო მისი სმენის აპარატისთვის და ასე ვთქვათ სხვა რამისთვის. რაც უფრო იმატებს ასაკი, მაგალითად 3-დან 6 წლამდე, გარკვეული გამოცდილება ბავშვს უკვე აქვს, უკვე ცოტა შუალედური ემოციები მეტნაკლებად არის და შემოდის სიტყვა მაგრამ, ანუ დავიკარგე, მაგრამ შეიძლება რომ დაუშვათ, ანუ უკვე ალტერნატიული გამოსავალია. უკვე შეიძლება მას გამოცდილება ქონდეს და სწორედ ამას ვასწავლით, მაგალითად საბავშვო ბაღებში ან სწორედ ამას ვასწავლით სხვა დროს, რომ დაუშვათ თუ დაიკარგე, ვაკეთებთ ამას, თუ ვერ დამინახე, დამიძახე სიტყვაზე, ან შეიძლება არ ვიყო მარჯვნივ, მაგრამ შეიძლება გაიხედო მარცხნივაც მაგალითად, ხო? უკვე ვცდილობ, რომ რაღაც, ანუ უფრო იმახსოვრებს იმას, რომ აი დედას ესეთი ქურთუკი აცვია და მარტო სახეს კი არა, უკვე რაღაც პირობითი ნიშნებით შეიძლება მომძებნოს. ამიტომ შფოთვის დონემ შეიძლება ნელ-ნელა დაიკლოს, თუმცა მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ ცოტა დროში გახანგრძლივდა ეს პროცესი და შეიძლება ნახევარწუთში, 1 წუთში ვერ დამინახა, უკვე ისეთივე მძაფრი რეაქცია განვითარდეს, როგორც აი სრულიად დაბნეული, მაგალითად 3 წლის ბავშვი. მაგრამ 3 წლიდან დავამატოთ ისიც, რომ ავტობიოგრაფიული მეხსიერება უფრო კარგად ვითარდება, ამიტომ გამოცდილება სხვადასხვა გარემოში და პირდაპირ ხო არ იქნება მაინდა-მაინც ახალი წელი მაგალითად ხო უკვე დაბადების დღეები და ასე შემდეგ გამოცდილება მეტი აქვს 3-დან 6 წლამდე ბავშვს ასეთი ადგილები შესაბამისად შედარებით ნაცნობია ვიდრე მაგალითად 3 წლამდე ბავშვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება და ბიოგრაფია მით უფრო რომ მაგალითად შეიძლება აღმოაჩინოს რომ კი ხალხმრავლობა აშინებს და აფრთხობს, მაგრამ ამ ხალხმრავლობაში ნიშნავს მისი გარკვეულ ადგილს იკავებს მისი მეტი სიამოვნებას და მეტი კომფორტიც, იმიტომ რომ ბევრი ნათესავი იგულისხმება ხალხმრავლობაში, რომელიც ეფერება ეს სიყვარულება, თუ ნაცნობი ხალხია ეს. თუ არ არის ნაცნობი გარემო, დაიმსახურა მათგან კეთილგანწყობა და ესეც სიამოვნებს პატარას, რომ გრუხუნი კი მისთვის მაინც დამაფრთხობელია, თუმცა ასოცირებულია იმ განსაკუთრებულ ზეიმთან, რომელიც შემდეგ გაგრძელდება მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებებით. ჩვენც გავაგრძელებთ შემდეგ ასაკობრივ ჯგუფზე საუბარს, თუმცა მანამდე მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც არის ჩვენს გადაცემაში და დღესასწაულის მიუხედავად ჩვენ არ გვავიწყდება, რომ
განსაკუთრებულია მშობლების განცდა, მაშინ როდესაც პატარებს რაღაც პრობლემა აქვს და მშობლის დღიური ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ, როდესაც ჩვენ ჯერ დედების მონათხრობით დავიწყეთ, შემდეგ მამები შემოგვიერთდნენ, ბებიები და ბაბუები და დღეს ეს არის მშობლის დღიური, რომელიც განსაკუთრებული დამოკიდებულებით ყვება შვილების და მშობლების თავგადასავალს. ქრისტი შანავას მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. ჩემი ცხოვრება მართლაც რომ ძალიან შეცვალა. სხვანაირად შემახედა ადამიანებზე, სხვანაირად დამანახა ცხოვრება. უფრო იცით, აი ეს უფრო მეტი სითბო ადამიანების მიმართ ჩამინერგა და უფრო მეტი სიკეთე, პატივისცემა. როგორი თბილიც არის გიორგი, ისეთივე თბილი გავხდი მეც. გამხადა ძალიან ძლიერი დედა, იცით? აი ჩემთვის დაღლა უკვე აღარ არსებობს. მე ხა რასაც ვაკეთებ, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას გავაკეთებდი. არც მეზარება, პირიქით ხალი, ყველაფრის ხალის მაძლევს გიორგი, აბსოლუტურად ყველაფრის ხალის. გიორგი არის 3 წლის, აქვს დიაგნოზი დაუნის სინდრომი, რომელიც შესახებაც გავიგეთ დაბადების დღიდან. იმ წუთიდან ყველანაირი ინფორმაცია მივიღე სინდრომთან დაკავშირებით და დავიწყეთ მუშაობა. დამყავს რეაბილიტაციის ცენტრში, დამყავს თერაპიებზე, დამყავს ცურვაზე, დამყავს ასევე ბაღში. არის ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი, ძალიან უყვარს თამაში, აქტივობები, ძალიან უყვარს მუსიკა, ცეკვა. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მოწონს. ბაღმა ძალიან დიდი შედეგი მოგცა გიორგის განვითარებაში. ძალიან ბევრი რამე ისწავლა. თუნდაც ფერები, სათამაშოების აწყობა, ბაღში ტარდება აქტივობები, ასევე მუსიკა, მღერიან, ცეკვავენ. ეს ყველაფერი ძალიან კარგი არის ჩვენი შვილების განვითარებისთვის. მშობლებს ვეტყოდი, რომ არანაირი სანერვიულო არ აქვთ, მოიძიონ ყველანაირი ინფორმაცია, თავიდანვე რომ გაიგებენ ამ დიაგნოზს, სწორი მიმართულებით მიყვნენ. საბოლოოდ აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ. პირველ რიგში ოჯახის წევრებისგან უნდა გვერდში დგომა. ყველაფერი მოდის ოჯახის წევრებისგან. ბევრს ვშრომობ გიორგიზე, ძალიან ბევრს მუშაობ და შედეგიც ძალიან ბევრი გვაქვს. ჩაი დამალევინე, გიო, გამიკეთე ჩაი. პირველი რასაც ვისურვებდი, ეს არის რომ მთელმა საზოგადოებამ მიიღოს ჩვეულებრივად ეს ადამიანები, რომ მათ არაფერში არ ქონდეთ შებოჭვა, არაფერში არ ქონდეთ დაბრკოლება და მიიღონ ისე, როგორც ტიპიური განვითარების ადამიანები. რასაკვირველია, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი თავისი ისტორიით ჩვენი გადაცემისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს გადაცემას თვალყურს ადევნებს. მაგრამ ამ სიუჟეტების მთავარი ამოცანა არ არის თხრობა. ამ სიუჟეტების მთავარი ამოცანაა განსაკუთრებული განცდების აღძვრა ჩვენ საზოგადოებაში და მთავარი განცდის, როდესაც ჩვენ გვახსოვთ, რომ ერთნი ვართ, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად ჩვენი არსებობა და ჩვენი არსი, ადამიანური არსი დგას ურთიერთთანადგომაზე, ურთიერთთანაგანცდაზე და ურთიერთმხარდაჭერაზე. და დაუბრუნდებით იმ განცდას, რომელიც სრულიად ბუნებრივია და ყველასათვის ბუნებრივია, ვინც სხვადასხვა ასაკში საკუთარ მდგომარეობას აფასებს. უფროსებსაც გვეშინია სხვადასხვა სიტუაციაში და რა თქმა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს პატარებს ეშინიათ. ეშინიათ დღესასწაულის მიუხედავად და თუ ასაკობრივ ჭრილში წარმოვიდგენთ, რაც თქვენ უკვე ისაუბრეთ და რაზედაც უკვე ძალიან დეტალურად, ძალიან კარგად დაგვანახეთ
სიტუაცია განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ ზრდასრულები, უფრო მოზრდილების შემთხვევაში ბიოგრაფიული გამოცდილება გაცილებით უფრო დიდი ეხმარება, რომ ნაკლები ქონდეთ ანალოგიური განცდა. მაგრამ საერთო აი ამ საუბარში ყველასთვის მე ვფიქრობ არის მთავარი. მაყურებელიც ზუსტად იგივე სიტყვის, რასაც ახლა მე ვიტყვი ხმამაღლა. ის რომ გვიხარია, გასაგებია ამაზე არც ღირს საუბარი, ხო, როცა გვიხარია, ნეტა ბევრი კონდეს საბაბი და მიზეზი იმისთვის, რომ გვიხაროდეს, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის. მეორე საკითხია, როდესაც გვეშინია, ესეც ერთი მხრივ გავიგეთ და ისიც გავიგეთ, რომ ეს ბავშვის ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. მაგრამ როგორ დავიცვათ მაშინ ჩვენი შვილები და შესაბამისად როგორ დავიცვათ ბავშვის ტვინი შიშის კვალისგან, რომელსაც ის რა თქმა უნდა წლების მანძილზე მე ვეღარ მოიცილებს. რა თქმა უნდა, დავიწყებ იმისგან, რომ შიში მეგობარია, რეალურად არ არის საჭირო რაღაც დემონიზება. შიში მეგობარია, რომელიც განსაზღვრავს იმ სიყვარულთან ერთად შიშიც არის ერთ-ერთი, რომელმაც კაცობრიობა გადაარჩინა, იმიტომ რომ ეს არის საფრთხის თავიდან არიდება, ეს არის წინდა შემეშინ და გავიქეცი. წინდახედულება, ასე ვთქვათ, საფრთხებთან მიმართებაში, ანუ ჩვენ შიშს არ ვებრძვით, ჩვენ უნდა გადავამუშაოთ შიში სწორად და გამოვიყენოთ ეს გამოცდილებისთვის. ადრეული ასაკის ბავშვს, ვინაიდან პირადი გამოცდილება არ აქვს, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამე. ბავშვს ზოგადად აფრთხობს და ეშინია მოულოდნელობა, არასტაბილურობა და გადაჭარბებული იმპულსები. ეს გადაჭარბებული პირველ რიგში ხმაური, იმიტომ რომ უფრო ისეთია, თუმცა გადაჭარბებულად მაგალითად დიდმა ფორმატმა რაღაცა მდგომარეობის გადაჭარბებულად განათებამ, ზედმეტად კაშკაშამ ასევე შეიძლება დააფრთხოს, თუ ეს არის მოულოდნელობის ფაქტორი. ამიტომ ჩვენ ხო თვითონ უკეთაცაც ვიცით ჩვენი შვილის ტემპერამენტი, რამდენად მძაბრია, რამდენად ემოციურია, რამდენად მძაფრი რეაგირება ახასიათებს, ან ესეთი ნელ-ნელა შეჩვევითი რეაგირება ახასიათებს. პირველი, თუ ვატყობთ, რომ ზოგადად ჩვენ შულს მაინც და მაინც ბევრი ხალხი 1-2 სტუმარი უკვე არ მოსწონს. არ არის საჭირო მივეტანოთ ესეთ გადაჭარბებულ ხალხმრავლობას, რაც არ უნდა მიმზიდველი ჩანდეს. ან ისეთ დროს მივიდეთ, მაგალითად, ცენტრალურ ნაძვისხესთან იქნება თუ სხვა დაწესებულებაში, სადაც შედარებით ნაკლები ხალხია. მეორე, უპირობოდ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, უსაფრთხოების განცდას უქმნის, რომ მარტო არ არის. ასე რომ ის რომ ჩემთან არის სიტყვაზე და ის მარტო არ აღმოჩნდება ამაში, ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა სიმშვიდისთვის. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვი რაც უფრო დაბალია და პატარაა, განსაკუთრებით ხალხმრავლობაში, ნახეთ, ჩვენც გვიჭირს ხო სუნთქვა, როდესაც ჭყლეტვაში მოვხვევით. ამიტომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, ან ხელში ჯობია ავიყვანოთ ამ შემთხვევაში, თუ იქ მჭიდრო ის არის და თანაც ზრდასრულებთან, ან უფრო განაპირა ადგილას აღმოჩნდეთ, მაგალითად, რომ მას ჰქონდეს სუნთქვის და ამის საშუალება და ერთი კიდე. ხშირად ხდება ხოლმე ეს დიდი ნაძვისხე, მაგალითად, ხო, ზღაპრის გმირები, რომელიც მოცულობით ძალიან დიდი არიან, ხო? ანუ მასშტაბში არიან ძალიან დიდი. ეს ქმნის შეუსაბამობას ბავშვებს ხშირად აშინებთ ის, რომ ეს მისი საყვარელი ზღაპრის გმირი დაადგა თავზე რაღაცა უზარმაზარი მთასავით. თითქოს მისი ზეიმისთვის არის მოფიქრებული და ამ დროს აშინებს. არის შეუსაბამო. ამიტომ დისტანციის დაცვა, მაგალითად, ან იგივე ხელში ავიყვანეთ ბავშვი, რომ მან უკეთ გაიცნოს, მაგალითად, თოვლის ბაბუა იქნება, თუ რომელიმე ზღაპრის გმირი, იმიტომ რომ ადამიანები ხო სახეებით ვურთიერთობთ ერთმანეთთან და არა რაღაცა ესეთი, ანუ ეს არ უნდა იყოს ძალიან ესეთი შორეული, თუ ბავშვი მიყვავს, დაუშვათ გასართობად და თუ ბავშვი მიყვავს თავის ზღაპრის გმირთან გასაცნობად. შესაბამისად, აი ეს სიმაღლის ცვალებადობაც ჯობია რომ ეს გავითვალისწინოთ ხოლმე. ხმებს რაც შეეხება, პირველი ეს არის შემზადება, როგორც კი წავედით გასართობად, რომ იქ იქნება ხმაური, იქ იქნება, მაგრამ თუ ვატყობთ, რომ ჩვენ შულს გადაჭარბებული რეაგირება აქვს ამ ხმაურზე, ყურსასმენები არსებობს, რომლითაც შეიძლება დავიცვათ ეს ტიპიური განვითარების ბავშვიც, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების ბავშვებიც, რომელსაც სპეციალური ყურსასმენები ეკეთება, რომელიც ცოტა ჩაახშობს. ის კი არა, რომ დაამუნჯებს გარემოს და საერთოდ ხმას არა, მაგრამ ცოტა შეასუსტებს ამ ხმების ამას. ანუ ერთად სიფრთხილით, წინდახედულებით და შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ ემოციებზე, რა მოგვეწონა, რა იყო მოულოდნელი, რა გაგვიკვირდა და ასე შემდეგ. დაახლოებით 3 წლიდან სახელდება ემოციების უკვე რომ ბავშვმა თვითონაც დაარქვა სახელი თავის ემოციას შეიძლება. წლამდე და 3 წლამდე რეალურად ჩვენ უფრო ვეხმარებით. ეს არის კარგი ინვესტიცია სამომავლოთაც და რა თქმა უნდა ყველაფრის სიხარულში გადამუშავება შეუწყობს ხელს. ძალიან დიდი მადლობა თამ დღევანდელი
დღევანდელი სტუმრობისთვის, დღევანდელი საუბრისთვის მე დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახებში აუცილებლად გაითვალისწინებენ, რომ სიხარულს შეიძლება შიშის შტრიხებიც ჰქონდეს სადღესასწაულო დღეების მიუხედავად და გაითვალისწინებს ბავშვთა ნევროლოგის რეკომენდაციას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი პატარების ტვინები, დამდეგს გილოცავთ წინასწარ და მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტები, რომელიც ერთ თეფშზე უნდა დავატიოთ, არა პირდაპირ გაგებით თეფშზე, არამედ სიმბოლურად თეფშზე, რომელიც ჩვენი დღიური რაციონის პრინციპებს გვთავაზობს. როდესაც ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი ბოსტნეულის უპირატესობით, მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. ეს საერთო პრინციპია, რომელსაც მაშინაც ვიცავთ, როდესაც ცისარტყელაა თეფშზე, ანუ გაცილებით მრავალფეროვანია საკვები პროდუქტების არჩევანი და როდესაც ჩვენ ამ რეკომენდაციებს მიუსადაგებთ სხვადასხვა ამოცანას, სხვადასხვა დაავადებას, ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორს, სხვადასხვა მდგომარეობას. დღეს ჩვენ უცნაური კომბინაცია გვექნება ურთიერთობების, ისევე როგორც სიტყვების: სიხარული, შიში, კვებითი შუქნიშანი. როგორ შეიძლება სადღესასწაულო დღეებში ეს ყველაფერი გამთლიანდეს. ის რომ სიხარული და კვება დავაკავშიროთ, ამაში გასაკვირია არაფერია, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან ბევრი რამ ახარებთ სადღესასწაულოდ. ახარებთ შეცვლილი კვების რეჟიმი, როდესაც მათ აქვთ გაცილებით მეტი თავისუფლება და არ აქვთ განსაზღვრული საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი. ბავშვებს რა თქმა უნდა სიამოვნებთ, როდესაც აქვთ თავისუფლება ულუფასთან დაკავშირებით. ნაკლებია და ნაკლებად მკაცრია კონტროლი ან შეფასება, მაშინ როდესაც ბევრი მიირთვეს ტკბილეული და ნაკლები მიირთვეს სასარგებლო პროდუქტები. რომც იყოს ასეთი მინიშნება, ყველა ცდილობს, რომ ეს დღეები მაქსიმალურად დამზოგველი აღმოჩნდეს ოჯახის ცხოვრებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი პატარებისთვის. რა თქმა უნდა, ეს თავისუფლება აისახება და სიხარული და სიამოვნება აისახება საკუთრივ რაციონთან. ანუ პროდუქტები, რომელიც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ხდება სადღესასწაულო დღეებში, რასაკვირველია, არ არის ავტომატურად მწვანე ზონის პროდუქტები ყოველდღიურად. მიუხედავად ამისა, ეს არის სადღესასწაულო კვების თანხლები კომპონენტი. ანუ ბავშვებს ბევრი რამ ჰგურის სიხარულს, ისევე როგორც ცხოვრების წესის სხვა ფაქტორების ცვლილება, მაგალითად ძილში წანაცვლება, ანუ ძილის რეჟიმი მაქვს მხედველობაში, აქტივობის თავისებურება, დადებითი სტრესი, რომელიც მათ აქვთ, ეუსტრესი, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე და ასე შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად ბებოს მზრუნველობას, როდესაც შვილიშვილებისთვის საყვარელ კერძსამზე და სწორედ სადღესასწაულოდ მათ რომ უმასპინძლოს, თუ გავითვალისწინებთ ზოგადად ოჯახის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომ ოჯახის ყველა წევრის სურვილი და სიყვარული იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, სიხარულის მომგვრელი დამატებითი ფაქტორები ჩნდება ბავშვის კვებაში. ისევე როგორც ბავშვის ურთიერთობა კვებასთან ასოცირებული, თანატოლებთან ურთიერთობა კვების თანხლებით, კვებასთან ასოცირებული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, საყვარელ მონატრებულ ადამიანებთან და ასე შემდეგ. სტუმრიანობა, სტუმრად წასვლა, ეს ყველაფერი არის ის წყაროები, რომელიც კვებასთან ასოცირებულ სიხარულს მხოლოდ უმძაფრებს პატარას. მაგრამ არის რამდენიმე მდგომარეობა, რომელიც არ უნდა დაგვაუწყდეს თუნდაც სადღესასწაულო დღეებში. როდესაც პატარები საშუალო ასაკის ბავშვები ეგრეთ წოდებული წინა პუბერტატული ასაკის მოზარდები და თქვენ წარმოიდგინეთ თანამედროვე მედიცინის თანახმად 25 წლამდე და 25-დან 30 წლამდე მოზარდი, ჯერ კიდევ ფორმირებადი ნერვული სისტემის ადამიანები. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ კატეგორიაზე, უნდა გავითვალისწინოთ მათი მდგომარეობა, რომელსაც ქვია საკვების თავიდან არიდების მდგომარეობა, ანუ საკვებზე უარის თქმის მდგომარეობა, შემზღუდავი კვების მოდელი, როგორც კვებითი ქცევის დარღვევა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სადღესასწაულო შეთავაზებისა, სიუხვისა, არჩევანისა და ასე შემდეგ, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ზოგადად და განსაკუთრებით ბავშვებს მოზარდობის წინა და მოზარდობის ფაზაში
უნდა დავაკვირდეთ თუ სწორედ შეუფერებელ გარემოში, შეუფერებელ ვითარებაში აქვთ ასეთი განცდა, ან ასეთი ქცევა, როდესაც ისინი უარს ამბობენ შეგნებულად, თავს არიდებენ საკვებს და თავისი ნებით ზღუდავენ კვების მოდელს. ამ შემთხვევაში საყურადღებოა არგუმენტი, რომელიც არ უკავშირდება წონის კონტროლს და წონის კორექციასთან დაკავშირებული არ არის ეს შეზღუდვა. მათ არ აქვს წინააღმდეგობა საკუთარ თავთან. ეს არიდება დაკავშირებულია კვებითი ქცევის დარღვევასთან, მაგრამ ეს არ გახლავთ ანორექსია, ნერვული ანორექსია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არ უნდა გამოგრჩეს მშობლებს. მეორედაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის ჩვენი შვილების შიშნარევი დამოკიდებულება კვების მიმართ, საკვების გადამუშავების მიმართ და შემდგომი პროცესების მიმართ. რატომ? თუ ჩვენ შვილებს აქვთ ალერგიული, მძაფრი ალერგიული რეაქციის გამოცდილება, თუ ჩვენ შვილებს აქვთ საკვებით მოწამვლის ფონზე მძაფრი გამოვლინებების გამოცდილება, თუ ჩვენ შვილებს აქვთ კონკრეტულ საკვებთან უსიამოვნო ურთიერთობის გამოცდილება, ფერით, სუნით, გემოთი, კონსისტენციით, ეს შეიძლება აღმოჩნდეს იმის წინაპირობა, რომ სიხარულიანი, დღესასწაულიანი გარემოს მიუხედავად, ჩვენ შვილს ჰქონდეს შემზღუდავი, შიშნარევი დამოკიდებულება პროდუქტების ან კვების ამ მოდელის მიმართ. მაგრამ არის კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მდგომარეობა, რომელიც საკვებ არჩევანს გულისხმობს. არჩევანი შეიძლება იყოს განსხვავებული ყველა ადამიანის შემთხვევაში და ბავშვების შემთხვევაში მით უფრო, რომელსაც აყალიბებს წლების მანძილზე, ისევე როგორც კვებითი ქცევა ასაყურადღებო, ასევე ძალიან საყურადღებოა კვებითი ჩვევები და ის დასწავლა, რომელიც უკავშირდება ეთნოკულტუროლოგიურ თავისებურებას, რელიგიურ თავისებურებას, ერთი კონკრეტული ოჯახის ადათ-წესებს და ასეთ შემთხვევაში ბავშვებისთვის ყოველთვის საყურადღებოა ახალი პროდუქტის შეთავაზება. უფრო მეტიც არის მდგომარეობა, რომელსაც მედიკოსები ნეოფობიას ახლის შიშს ვეძახით და ეს კიდევ უფრო საყურადღებოა თუ ბავშვს ზოგადად ყველაფერი ახალი აშინებს. არ დაგავიწყდეთ, დაეკითხოთ რჩევა, რა თქმა უნდა, პედიატრს, ბავშვთა ნევროლოგს, ბავშვთა ფსიქოლოგს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი დასაზუსტებლად, მაგრამ შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ნეოფობიის გარეშეც ბავშვებს ჰქონდეთ განსხვავებული დამოკიდებულება ეგზოტიკური პროდუქტების მიმართ. არა იმიტომ, რომ მათ ასეთი შიში ჩამოყალიბებული აქვს და მათ შეიძლება დაუსვათ დიაგნოზი ნეოფობიის, არა. პირველად ახალ ინფორმაციასთან ურთიერთობა ყველა ადამიანისთვის შეიძლება იყოს საყურადღებო და განსაკუთრებით საყურადღებო არის პატარებისათვის. და როგორც დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარმა ბრძანა, ჩვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხოების ველი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მათთან ერთად. მათთან ერთად პროდუქტზე საუბარი, მათთან ერთად პროდუქტის მახასიათებლებზე საუბარი, მათთვის მოთხრობა იმისა და გაცნობა იმისა, რაც ამ პროდუქტს უკავშირდება, შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა და წანამძღვარი იმისთვის, რომ ბავშვისა და პროდუქტის ურთიერთობა წინააღმდეგობრივად და შიშით არ ჩამოყალიბდეს. ყველა შემთხვევაში ეგზოტიკური პროდუქტების ჩართვა, მაშინ, როდესაც ისედაც ბევრი რამ ხდება, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ბავშვებს უნდა ვაცადოთ დადგეს სიმშვიდის ფაზა და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტილი გაქვთ ეგზოტიკური პროდუქტების გამოყენება, მაშინ დააზუსტეთ ბავშვის ჯანმრთელობას ხომ არ შეუქმნის ეს საფრთხეს და შეურჩიეთ მაქსიმალურად მშვიდი ფაზა, მათ შორის კვებაში, იმისთვის, რომ ასე აქტიურად ახალი პროდუქტები შესავაზოთ. თუმცა მე ჩემი მხრივ აუცილებლად გირჩევთ. როდესაც ჩვენ ენდემურ პროდუქტებს ვიყენებთ, როდესაც ჩვენს მიწა-წყალზე მოყვანილ 1000 წლეულების მანძილზე, 100 წლეულების მანძილზე, 10 წლეულების მანძილზე მაინც ნაცად პროდუქტებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ საუბრობთ ამ პროდუქტებთან ადაპტირებულ, შეჩვეულ ჩვენს ორგანიზმზე და საუბრობთ იმ ფერმენტულ სისტემაზე, რომელიც ამ პროდუქტების გადამუშავებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ყველა შემთხვევაში ჩვენი ადაპტაცია, შეჩვევა ნიშნავს იმას, რომ მამაპაპური, ენდემური, ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელია და ამიტომ ამბობს თანამედროვე მედიცინა გლობალური ჯანმრთელობისათვის ლოკალური კვების მოდელების გამოყენება.
ეს არის ის წინაპირობა, რომელიც სადღესასწაულო დღეებში არა უბრალოდ ტრადიციის პატივისცემა, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველ რიგში ჩვენი შვილების გრძელვადიან ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მე ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.